10 წლეულების განმავლობაში გამანადგურებელი თვითმფრინავებით სასპატონობდნენ. დედამიწის ყველაზე ნიჭიერი პილოტების მიერ მართვადი ეს მრავალმილიონიანი საომარი ტექნოლოგიის სასწაულები შეუცვლელი იყო საჰაერო უპირატესობის მისაღწევად მთელ მსოფლიოში. მაგრამ გამანადგურებლების ეპოქა შეიძლება ბევრად უფრო ადრე დასრულდეს, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, რადგან ჰორიზონტზე რაღაცა ახალი ჩნდება და ის ბრძოლის წესებს ცვლის. გაიცანით XBAT, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი ავტონომიური გამანადგურებელი დრონი. XBAT უზრუნველყოფს იმავე სიჩქარეს, შეუმჩნევლობასა და უმაღლეს ტექნოლოგიას, როგორც ტრადიციული გამანადგურებელი, მაგრამ მას დამატებით უამრავი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მას არ სჭირდება კაბინა ან პილოტი, რაც ნიშნავს, რომ არ იღლება, არასდროს უშვებს შეცდომებს და არ არის დამოკიდებული ადამიანის გონებაზე, გულზე ან რეაქციის სისწრაფეზე, რათა ბრძოლის დროს წამებში მიიღოს გადაწყვეტილებები. ამიტომ მაშინ როცა მსოფლიოს ზესახელმწიფოები მილიარდებს ხარჯავენ პილოტირებად პლატფორმებში, XB8-ის შეუძლია ისინი ყველა მოძველებულად აქციოს და საჰაერო ომის სრულიად ახალ ეპოქას ჩაუყაროს საფუძველი. ეს მართლაც გამორჩეულად ამბიციური პროექტია და მასზე მომუშავე კომპანიაზე, Shield AI-ზე დიდი ზეწოლაა რომ შედეგი დადოს. საბედნიეროდ როგორც ჩანს, ამ კომპანიაში სწორ ადგილებზე სწორ ადამიანები მუშაობენ. მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ბრენდონ ცენგი, ყოფილი საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი და ზედაპირული საბრძოლო ოპერაციების ოფიცერი, რომელიც USS Pearl Harbor-ზე მსახურობდა. მან საკუთარი გამოცდილებით ნახა ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. დაინახა, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია ავტონომიურ ტექნოლოგიებს და თავადაც სურდა ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. კომპანიის ავიაციის ინჟინერიის უფროსი, ვიცე-პრეზიდენტი კი არავის სხვაა თუ არა, არმა ჰარისი, რომელიც მანამდე SpaceX-ში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა გუნდებს ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორიცაა Starlink-ის სატელიტური სისტემა და Falcon 9-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური რაკეტა. გარდა იმისა, რომ Shield AI კომპანიის ლიდერების ნამდვილი ოცნების გუნდი შეკრიბა, მან ასევე ძლიერი რეპუტაცია მოიპოვა ორი მთავარი პროდუქტის, HiveMind-ისა და VBAT-ის შექმნითა და გამოშვებით. HiveMind არსებითად წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის პილოტის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც განკუთვნილია უპილოტო საფრენიაპი აპარატებისა და კოორდინირებული ერთობლივი მოქმედებისთვის. ის მოქმედებს როგორც ავტონომიური პილოტი, რაც საშუალებას აძლევს დრონების მთელ ჯგუფებში ასრულონ მისია ადამიან ოპერატორების ან ნებისმიერი სახის ხელით ჩარევის გარეშე. ამასობაში VBAT არის მოწინავე ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის VTOL უპილოტო საჰაერო აპარატი UAV, რომელიც შექმნილია დაზვერვის, მეთვალყურეობისა და სადაზვერვო მისიებისთვის. მოწინავე დიზაინის მიუხედავად, მაგრამ მარტივი ექსპლუატაციით, VBAT-ს ორი ადამიანისგან შემდგარი გუნდი 30 წუთზე ნაკლებ დროში აწყობს. მისი უნიკალური არხული ვენტილატორის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მას აფრინდეს, ჰაერში ერთ ადგილზე გაჩერდეს და გადავიდეს ფიქსირ ფრთიან ფრენაზე, ხოლო მისი მაღალი ეფექტურობის მძიმე საწვავის ძრავა აძლევს საშუალებას ჰაერში დარჩეს ხანგრძლივი დროით, ერთ ჯერზე 13 საათზე მეტხანს. VBAT უკვე საბრძოლო პირობებში გამოცდილია და მსახურობს ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, სანაპირო დაცვა და ის უკვე გზაშია სხვა ქვეყნებშიც, ინდოეთისა და ნიდერლანდების შეკვეთებით. ეს არის მაღალი შეფასების მქონე დრონი, მაგრამ XBAT-ით Shield იმედოვნებს შექმნას რაღაც ბევრად დიდი და უფრო გავლენიანი, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს საჰაერო ომი მომავალი თაობებისთვის. რამდენიმე თვიანი საიდუმლოების შემდეგ Shield პირველად წარადგინა ეს პლატფორმა 2025 წლის ოქტომბერში, სადაც ჰარისი Warzone-ის კითხვებს პასუხობდა დრონის დიზაინის, ძირითადი მახასიათებლებისა და გამოყენების შემთხვევების შესახებ. მან მაშინვე განმარტა XBAT-ის შექმნის მიზეზები. ჩვენ ვცდილობთ გადავჭრათ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებს აქვს. ანუ როგორ დაუპირისპირდეთ ჩვენს თოლფასოვან მოწინააღმდეგეებს. ანუ ჩინეთს და მათ შესაძლებლობას, რომ სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში 21 საუკუნეში ჩვენზე მეტი დახარჯონ და მეტი აწარმოონ. და ამის გაკეთების გზა არის ამერიკის ფუნდამენტური უპირატესობა, ანუ ინოვაცია. ჰარისმა განაგრძო ახსნა, რომ XBAT მხოლოდ თვითმფრინავი არ არის, არამედ სრულიად ახალი იარაღის სისტემაა, რომელიც მთლიანად ცვლის ძალთა ბალანსს წყნარი ოკეანის რეგიონში. შეაჯამა მისი მიზანი და პოტენციალი. Shield AI-ის უფროსმა, ვიცე-პრეზიდენტმა დათქვა, რაც მას შეუძლია, არის ფაქტობრივად ის უზრუნველყოფს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიც აქვს F-35-ის ან მსგავს მეხუთე თაობის გამანადგურებელს, აერთიანებს მას ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის შესაძლებლობაში და შემდეგ აწუდის მას მეხუთე თაობის თვითმფრინავის სიცოცხლის ციკლის ღირებულების მეათედად. მოკლედ რომ თქვათ, XBAT საშუალებას აძლევს ამერიკას დაუპირისპირდეს ჩინეთის მეხუთე და თუნდაც მეექვსე თაობის თვითმფრინავებს, ისეთივე შესაძლებლობების მქონე აპარატით, რომელიც მხოლოდ მცირე ნაწილის ფასად ღირს. მაგრამ სანამ მის უნიკალურ უპირატესობებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, რა არის ზუსტად XB8. ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, XBAT მიეკუთვნება მეხუთე ჯგუფის დრონებს, რაც ყველაზე მძიმე კატეგორიაა და მისი წონა 1320 ფუნტზე, ანუ 600 კილოგრამზე მეტს შეადგენს.
მისი ფრთების შლილი 39 ფუტი, ანუ 12 მეტრია, ხოლო ფიუზელაჟის სიგრძე 26 ფუტი, ანუ 8 მეტრი, რაც მას ბევრ სხვა დრონზე მნიშვნელოვნად დიდს ხდის. თუმცა ტრადიციულ გამანადგურებელ თვითმფრინავთან შედარებით, მაინც საკმაოდ კომპაქტურია. მართალია Shield AI აღნიშნავს, რომ თუნდაც 3 XP-8 გვერდ დადგეს, მათი საერთო ზომა მაინც ნაკლებია ვიდრე ტიპიური გამანადგურებლის. რაც შეეხება ტექნოლოგიას, XPAT აგებულია VBAT-ის მიერ დადებულ საფუძვლებზე, მაგრამ მნიშვნელოვნად წინ მიდის, არა მხოლოდ სრულიად განსხვავებული ვიზუალით, არამედ ბევრად უფრო განვითარებული შესაძლებლობებითაც. როგორც VTOL ტიპის დრონი, მას შეუძლია როგორც ვერტიკალურად აფრენა, ისე დაშვება, ტრადიციული ასაფრენი ბილიკის გარეშე. ამის ნაცვლად ის იყენებს საკმაოდ დიდ გაშვების და დაბრუნების მანქანას, LRV-ს, რაც საშუალებას აძლევს მიწიდან აფრინდეს და რამდენიმე წუთში 1000-ობით ან 10000-ობით ფუტის სიმაღლეზე ავიდეს. როდესაც საჭირო პოზიციაშია, LRV ვერტიკალურ მდგომარეობაზე გადადის და XBAT-ს პირდაპირ ზევით ჰაერში უშვებს. დრონი იყენებს ფორსაჟს, რათა უზრუნველყოს ბიძგისა და წონის საჭირო თანაფარდობას, რაც საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად აფრინდეს მიწიდან და ჰაერში გადავიდეს. ჰარისის თქმით, საწყისი გაშვების პროცესი მხოლოდ დაახლოებით 25 წამს გრძელდება. შემდეგ, როდესაც საკმარის სიმაღლეს მიაღწევს, XP-8 ჰორიზონტალურ მდგომარეობაზე გადაის და მზად არის იმ მისიებისთვის, რაც მის ოპერატორებს აქვთ ჩაფიქრებული. და მას შეუძლია ჰაერში დარჩეს მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში. Shield AI აღნიშნავს, რომ მას აქვს მაქსიმალური ოპერაციული მანძილი 2000-ზე მეტი საზღვაო მილი, ანუ 2300 მილი, ანუ 3700 კილომეტრი. დაშვების პროცესი ასევე გლუვი და შეუფერხებელია. XPAT ნელ-ნელა ამცირებს სიჩქარეს და გადადის ვერტიკალურ ფრენაზე, სანამ ფრთხილად, კონტროლირებადად და ძალიან ზუსტად დაეშვება თავისი სადესანტო პლატფორმისკენ. ის კიდევ ერთხელ უკავშირდება LRV-ს. ამ დროს ჩართული ხდება დამაგრების სისტემა, რომელიც დრონს თავის პოზიციაზე ამაგრებს, სანამ LRV კვლავ გზას გააგრძელებს. არ აქვს მნიშვნელობა აფრენაა ჰაერში ყოფნა თუ დაშვება. XPAT-ს მუშაობას უზრუნველყოფს და პილოტირებს Shield AI-ის საკუთრებაში არსებული HiveMind პროგრამული უზრუნველყოფა. ეს უზრუნველყოფს დრონის ხელოვნურ ინტელექტს, რაც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს ყველაზე რთული საჰაერო მანევრები. ან კი იმუშაოს პილოტირებულ გამანადგურებლებთან და სხვა დრონებთან ერთად ჯგუფური ოპერაციების ფარგლებში. თუნდაც იმ ადგილებში, სადაც ტრადიციული რადიოკომუნიკაციები ან GPS ნავიგაცია ვერ მუშაობს. რაც შეეხება სიმძლავრესა და სიჩქარეს, XPAT აღჭურვილია General Electric-ის F-100 ძრავით, რაც ავიაციის ექსპერტებისთვისაც კი შეიძლება მოულოდნელი იყოს. XPAT თანამედროვე თითქმის მომავლის ინოვაციაა, მაგრამ F-100 რეალურად საკმაოდ ძველი ძრავია, რომელიც 1970-იან წლებში შეიქმნა. თუმცა არსებობს მიზეზი, რატომაც Shield AI-მ სწორედ ეს კომპონენტი აირჩია. შეიძლება ძველია, მაგრამ გამორჩეულად სანდოა. F-100 ბოლო 50 წლის განმავლობაში ASHS-ის საუკეთესო სამხედრო თვითმფრინავებში გამოიყენებოდა. მათ შორისაა F-14 Tomcat, F-15 Strike Eagle და F-16 Fighting Falcon. მან ბრძოლის ველზე თავისი სანდოობა დაამტკიცა. მსოფლიოს საუკეთესო რეაქტიული თვითმფრინავებისთვის საჭირო სიმძლავრე უზრუნველყო. და რადგან XPAT ჩვეულებრივ გამანადგურებელზე ბევრად პატარაა, მას აუცილებლად არ სჭირდება ახალი, უახლესი ტექნოლოგიის ძრავა. სინამდვილეში სრულიად ახალი ძრავის გამოყენება დიდი ალბათობით მნიშვნელოვნად გაზრდის დრონის წარმოების ხარჯებს და ასევე გადადებს მის გამოშვებასა და ოპერაციულ სამსახურში შესვლას. F-100 ძრავი XPAT-ს ასევე საკმაოდ შთამბეჭდავ სიჩქარეებს მიაღწევინებს. მიუხედავად იმისა, რომ Shield AI-მ დეტალები არ გაამჟღავნა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის მარტივად გადალახავს ხმოვან ბარიერს და შესაძლოა მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიოს დაახლოებით, 1.2 ან 920 მილისაათში, რაც დრონისთვის განსაკუთრებულად სწრაფია. და ის არა მხოლოდ სწრაფია, არამედ რადარებისთვის ძნელად შესამჩნევიც. მისი ულტრააეროდინამიკური დიზაინი მოგვაგონებს Bio Spirits ან BioCRT სპასრიკ იდეებით, რომლებსაც ცის გაჭრა შეუძლიათ, გლუვის ზედაპირებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ჰაერის წინააღმდეგობა. კომპაქტური და დაბალი პროფილის ფორმით, ასევე შიდა იარარის განყოფილებებით, რაც უნდა გამოიწვიოს რადარის მინიმალური დაფიქსირება. 2025 წლის ოქტომბერში Shield AI-მ დაადასტურა, რომ XP-8 დაახლოებით 18 თვე ავითარდებოდა და ემზადებოდა თავისი პირველი ვერტიკალური აფრენის ფრენისთვის. 2026 წლის მაისში Armor Harris-მა კიდევ ერთხელ ისაუბრა Warzone-თან, რათა გაეზიარებინა დრონის უახლესი განახლებიდი ბები და მისი ახალი დონის შესაძლებლობები. მაგრამ სანამ ნახავთ, რას ამბობს ის და რა გარდამტეხი პოტენციალი აქვს ამ საბრძოლო დრონს, თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლაა დრო. ინტერვიუს დროს ჰარისმა განმარტა, რა ხდის XPAT-ის დიზაინს ასეთ მოწინავე და მომგებიან მომავალ სამხედრო გამოყენებებისთვის. მან განსაკუთრებით აღნიშნა XB-8-ის აეროდინამიკა. ახსნა, რომ ის შექმნილია მაღალი აწევის და დაბალი წინააღმდეგობის თანაფარდობის გათვალისწინებით, ტრადიციულ თვითმფრინავებთან შედარებით, რაც საშუალებას აძლევს მიაღწიოს მაღალი დონის საკრუიზო ეფექტურობას.
მან ასევე ისაუბრა მისი სათვალის ეფექტურობაზე. აღნიშნა, რომ XPAT-ს აქვს უფრო დიდი ძრავა, ვიდრე ჩვეულებრივ ამ ზომის თვითმფრინავებს. რაც რეალურად უფრო ეფექტურს ხდის მას ჰაერში ასვლისა და საკრუიზო სიმაღლეზე სწრაფად მიღწევისას. ამ პროცესში მინიმალური რაოდენობის საწვავის გამოყენებით. ბოლოს და ალბათ ყველაზე მთავარია, მან ისაუბრა XPAT-ის წონაზე. მან განმარტა, რომ კუდზე დაყენებული აფრენა და დაფრენა ყველაზე ეფექტური გზაა ვერტიკალური აფრენებისა და დაფრენების განსახორციელებლად. თუმცა ტრადიციული თვითმფრინავებისთვის ეს ყოველთვის რთული იყო. ამ ფაქტის გამო ბევრი არსებული ვერტიკალური აფრენა-დაფრენის დიზაინი, მაგალითად F-35 ან Harrier, აფრენასა და დაფრენას ჰორიზონტალურად ახორციელებს, სანამ ფრენაზე გადავა. ეს მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორიცაა მბრუნავის აქშენები და ამწევი ვენტილატორები, რომლებიც არა მხოლოდ ძვირია, არამედ თვითმფრინავის წონასაც ზრდის. XPAT-ს ყველაფერი სრულიად სხვანაირად აქვს მოწყობილი. ის იყენებს იმას, რასაც ჰარისი უწოდებს მარტივ, უშუალო F-16 სტილის მამოძრავებელ სისტემას. ეს კომბინირებულია სპეციალურად დამზადებულ LRV-სთან, რაც ნიშნავს, რომ VTOL-ისთვის საჭირო ბევრი სისტემა და კომპონენტი რეალურად LRV-შია მოთავსებული და არა თვითონ დრონში. მაგალითად, XPAT-ს არ აქვს და არც სჭირდება სადესანტო შასი, რომელიც შეიძლება საკმაოდ მასიური და მძიმე იყოს. თვითმფრინავის ზომა და ბიძგის წონასთან შეფარდება. მას ასევე არ აქვს დამხმარე ენერგიის ბლოკი, ანუ APU, რადგან LRV აღჭურვილია საკუთარი ბატარეის პაკეტით, რომელიც XPAT-ის ძრავის ამუშავებისთვის გამოიყენება. როგორც ჰარისი განმარტავს, ამ სისტემების დასაფრენ აპარატზე გადატანა თვითონ დრონს ბევრად უფრო ელეგანტს, პატარა და მსუბუქს ხდის. და უპირატესობები აქ ამთავრდება. რადგან XPAT ავტონომიურია, მას ცხადი არ ჭირდება პილოტი, კაბინა, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა ან სხვა პილოტზე ორიენტირებული კომპონენტები და ტექნოლოგიები, რომლებიც ასევე ფულს, რესურსებს მოითხოვს და ადგილს იკავებს. XPAT-ის ავტონომიური ბუნება ასევე ნიშნავს, რომ ეს დრონები თეორიულად შეიძლება მასობრივად დამზადდეს და განთავსდეს პილოტების ხანგრძლივი მომზადების საჭიროების გარეშე. მაგალითად, ერთი F-35-ის პილოტის საბრძოლო მისიისთვის მომზადება შეიძლება წლები დასჭირდეს. და მიუხედავად მოწინავე სამხედრო აკადემიებისა და სასწავლო პროგრამებისა, აშშ-ისა და სხვა დიდ სამხედრო ძალებს უბრალოდ არ ხავთ უსასრულოდ ბევრი მსოფლიო დონის ელიტური გამანადგურებლის პილოტი. ხოლო საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან საკმარისად კარგები, რომ ჩასხდნენ ამ უკიდურესად მოწინავე და რთული მანქანების კაბინაში, რომელთა თითოეულის ღირებულება ათეულობით ან ზოგჯერ $100 მილიონსაც აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის არსებობს ზღვარი, რამდენი ასეთი შეიძლება დამზადდეს და განთავსდეს. XPAT არ ვერს ამ ზღვარს. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში მომზადებისა და გამოცდილების მიუხედავად, პილოტები მაინც ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ შეცდომების დაშვება, შეუძლიათ დაიღალონ და მათი სხეული იტანჯება, როდესაც გამანადგურებელი თვითმფრინავის ფრენის უკიდურეს სიჩქარეებსა და გრავიტაციულ ძალებს განიცდის. მათ ასევე სჭირდებათ შესვენებები, დასვენება, საკვები და წყალი, ასევე სპეციალური აღჭურვილობა, ფორმები, საკომუნიკაციო სისტემები და ასე შემდეგ. XPAT პილოტს ეს ყველაფერი არ სჭირდება და არც ამავე სირთულეებს აწყდება, რადგან ის ადამიანი არ არის, ის ხელოვნური ინტელექტია. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არასდროს იღლება, არასდროს ცდება და თეორიულად ყოველთვის იცის სწორი ნაბიჯი ზუსტად სწორ დროს, ფხისიერი გადაწყვეტილების მიღებითა და უმაღლესი რეაგირების სისწრაფით. ესეთი ტვინით, ძნელი სათქმელია, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს XPAT-ი. იქნება ეს დარტმის მისიების შესრულება, საჰაერო საფრთხეების საწინააღმდეგო ოპერაციები, ელექტრონული ბრძოლის ჩახშობა, თუ სადაზვერვო მეთვალყურეობა და დაზვერვა, ISR. მას აქვს უნიკალური სიზუსტისა და ეფექტურობის პოტენციალი. და კიდევ ერთხელ, Shield AI ძალიან ფრთხილად საუბრობს თავისი სტელსი მებრძოლი დრონის შესაძლო აღჭურვილობასა და მისიის სისტემებზე. მაგრამ ჰარისმა დაადასტურა, რომ მას ექნება იგივე ზომის ტვირთის ბაზა, როგორც F-35-ის, მაგრამ პოტენციალით ორჯერ შორს წასვლის შესაძლებლობით. მან TWZ-ს უთხრა, რომ XPAT სხვადასხვა საბრძოლო პირობების გათვალისწინებით არის დაპროექტებული. მან განაცხადა, ეს უნდა მუშაობდეს უდაბნოში, უნდა მუშაობდეს შორეულ ჩრდილოეთში, არქტიკაში. უნდა მუშაობდეს მაღალი ზღვის ტალღების პირობებში, უნდა მუშაობდეს MCOM პირობებში, უნდა მუშაობდეს GPS-ის გარეშე პირობებში. ცხადია, XPAT შექმნილი არ არის მხოლოდ ერთი ან ორი შესაძლო საბრძოლო სცენარისთვის. ეს არის დრონი, რომელიც თითქმის ყველაფრისთვის არის შექმნილი. ზად არის წავიდეს იქ, სადაც საჭიროა, შორეული ჩრდილოეთის ყინულოვანი მიწებიდან ახლო აღმოსავლეთის მწველი უდაბნოებამდე. როგორც ჰარისი აღნიშნავს, ეს არის ნამდვილი მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს იმ კრიტიკულ მოქნილობას, რაც თანამედროვე სამხედრო ზესახელმწიფოს სჭირდება. და ორი უზარმაზარი შიდა ტვირთის განყოფილებით, რომლებიც ისეთივე ზომისაა, როგორც F-35-ზე, საკმარისი სივრცეა სხვადასხვა ტიპის იარავის სისტემებისა და სხვა ტექნოლოგიებისთვის, რათა XPAT-მა თავისი მიზნები მიაღწიოს. თავის მიერ აქამდე გამოქვეყნებულ სარეკლამო მასალებში Shield AI აღნიშნავს მაგალითად, რომ XPAT შეიძლება აღჭურვილი იყოს რამდენიმე საჰაერო რაკეტით, მათ შორის AIM-ESA-74 და AIM-12-ით, ასევე ჰაერი მიწა რაკეტებით, როგორიცაა LRASM და JSOC-1.
ის ასევე აღჭურვილია ელექტრონული ომის კომპლექტით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს რადარის ჩამხშობებსა და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც მოწინააღმდეგის ძალებში დაბნეულობისა და ქაოსის გამოწვევისთვისაა განკუთვნილი. ამასთან ერთად, X-Path-ს ასევე აქვს ორი გარე საკიდი, საწვავის ხაზებით, რომელიც როგორც ჰარისი აღნიშნავს, შეიძლება გამოყენებულ იქნას საჰაერო საწვავით შევსების კონტეინერის გადასატანად, რაც მას საშუალებას მისცემს გამოიყენონ სხვა პილოტირებადი გამანადგურებლების, ან თუნდაც დრონების საჰაერო შევსებისთვის მიმდებარე საჰაერო სივრცეში. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჰარისი არ იყო მზად გაეზიარებინა მეტი ინფორმაცია X-Path-ის სტელსის შესაძლებლობებზე, მან აღნიშნა, რომ ის შექმნილია დანახარჯის სანაცვლოდ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, მისი დაბალი ხილვადობისა და ინფრაწითელი სიგნალის შემცირების შესაძლებლობებით. მან მაგალითად მოიყვანა B20, ერთი ურთი უწოდა მას ყველაზე დახვეწილად დაბალხილვადი პლატფორმა, მაგრამ ასევე ძალიან ძვირადღირებული. და დაამატა, რომ ზოგიერთი მისიისთვის ასეთი დონის LO ტექნოლოგია ყოველთვის საჭირო არ არის. რა მოხდება თუ იმავე ფასად ერთი ძალიან დახვეწილი ნივთის ნაცვლად მე მექნება 10, 15, 20 ოდნავ ნაკლებად დახვეწილი ნივთი, მაგრამ მასით მივაღწევ მსგავს ეფექტს. ეს მოკლედ რო ვთქვათ არის X-Path. ის არაშენებულა იმისთვის, რომ იყოს უკეთესი ვიდრე საუკეთესო ბომბდამშენები, ან ყველაზე დახვეწილი გამანადგურებლები. ის შექმნილია იმისთვის, რომ შეძლოს მსგავსი დონის შესრულება, ბევრად ნაკლები რისკით და გაცილებით ნაკლებ ფასად. მისი დიზაინის თითოეული ნაწილი შექმნილია ამ მიზნების გათვალისწინებით. დაწყებული შედარებით ძველი, მაგრამ უკიდურესად სანდო ძრავით, დამთავრებული უახლესი LRV VTOL სისტემით. ეს ოპტიმიზაციაზეა და ყველაზე კარგი ის არის, რომ Shield AI-ის საქმე ჯერ არ დაუსრულებია. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პროცესშია. კომპანიას ამჟამად ჰარისის თქმით რამდენიმე პროტოტიპი აქვს თავის ობიექტში, ფრისკოში, ტეხასში და მიზნად ისახავს პირველი ფრენის განხორციელებას 2026 წლის ბოლომდე. ის არაფერს აჩქარებს, ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მუშაობს ეტაპობრივ სატესტო გეგმაზე. ამავდროულად აგრძელებს XP-80-ის დიზაინის შესაძლო გაუმჯობესების არეალების გამოვლენას. რეალურ საბრძოლო მონაცემებს იყენებს VB-80-ისგან, რათა შემდეგი თაობის სტელს დრონი მაქსიმალურად ეფექტური, ზუსტი და სანდო გახადოს. ჰარისმა ზოგარ აღნიშნა, რომ კომპანია განიხილავს გზებს, რათა XP-80-ის ჰაერში საწვავის შერცების შესაძლებლობა მიეცეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის ოპერაციულ დიაპაზონს. ეს უკვე გარდამტეხი დიზაინია, რომელიც აერთიანებს ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის შესაძლებლობებს, გაზრდილ მოქმედების დიაპაზონს, მრავალფუნქციურ მისიის სისტემებს და მოწინავე ავტონომიას. ის წვეთს იმდენ პრობლემას, რომლებიც წლების განმავლობის განმავლობაში აწუხებდა ადამიანით მართულ პლატფორმებს, როგორიცაა ღირებულება, სირთულე, გადარჩენის უნარი და ოპერაციული რისკი. და მას აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მიაწოდოს შეუდარებელი და უპრეცედენტო ღირებულება ASHS-ის სამხედრო ძალებს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც გადაწყვეტს მასში ინვესტირებას. და ეს მხოლოდ დასაწყისია. სხვა კონტრაქტორებიც მუშაობენ რეაქტიული ტიპის დრონებზე და როგორც კი ეს ინოვაციები უფრო მეტად განვითარდება და დანერგება დაიწყება, მხოლოდ დროის საკითხია, როდის აივსება საბრძოლოცა ტრადიციული პილოტებისა და მათი თვითმფრინავების ნაცვლად, სტელს დრონებით და მათი ხელოვნური ინტელექტის ტვინებით. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალ საინტერესო სამხედრო ინოვაციათაგანაა, რომლებიც უახლოეს თვეებსა და წლებში ASHS-ის სამხედრო სამსახურში დანერგვას ელოდება. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ კიდევ ერთ საინტერესო სამეცნიერო ფანტასტიკის სტილის იარაღზე ამ ვიდეოში. ან უყუროთ ამ ვიდეოს, რათა ნახოთ როგორ გამოიყენა ASHS-მ უკვე უმაღლელესი საიდუმლო ჯაშუშური დრონი ირანის ცაზე. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show. თუ არ გსურთ გამოტოვოთ მეტი საინტერესო ანალიზი, სასტრაფო სიახლეები და სამხედრო ანგარიშები მთელი მსოფლიოდან.